საღამოშვიდობისა. 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 ირანი გადაკვეთს ხას, როდესაც ტრამპს ფრაგმენტული ბომბით ესხმის თავს და ბაჰრეინის თავს კიდევ ერთ პირდაპირ ფრონტად აქცევს შეერთებული შტატების წინააღმდეგ. 2026 წლის 15 ივლისის გამთენიისას ახალი რაკეტების ტალღის დროს გამოქვეყნებულ ვიდეოებში როგორც ჩანს, ქობინი ჰაერში იხსნება და ბაჰრეინის ტერიტორიაზე რამდენიმე ნათელ წერტილს აფქვევს. ეს ნიმუში შეესაბამება ფრაგმენტული საბრძოლო მასალის გამოყენებას. მოქმედება ღია წყაროების ანალიტიკოსებმა შესაძლო ირანულ ხორამშაჰრის რაკეტაზე მიუთითეს, მაშინ როცა რეჟიმი აცხადებდა, რომ ამერიკული ძალების მიერ გამოყენებულ საწყობებს, ჰანგარებსა და სტრუქტურებს უტევდა. გაფრთხილება სერიოზულია, რადგან ბაჰრეინში განთავსებულია ამერიკის მეხუთე ფლოტი და სამხედრო ობიექტები ქალაქის მახლობლადაა კონცენტრირებული. თავდასხმა ქუვეითსა და იორდანიაზეც განხორციელდა, რაც ვაშინგტონის რეგიონში ოპნის მხარდამჭერი ქსელის დაზიანების მცდელობა იყო. ამინ, ღამემშვიდობისა. დონალდ ტრამპმა უპასუხა თავისი გუნდის კრებით სიტუაციურ ოთახში და უფრო დიდი შეტევის მომზადებით საჯარო მუქარით ელექტროსადგურებსა და ხიდებზე, თუკი თეირანი კვლავ უარს იტყვის შეთანხმებაზე. ირანის რეჟიმი ცდილობს ტრამპს დაარტყას ბაზების, მოკავშირეების და მათ გარშემო მცხოვრები მოსახლეობის მეშვეობით. შეტევა ბაჰრეინს შეეხო იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატები აღადგენდა საზღვაო ბლოკადას ირანის პორტებზე და აძლიერებდა შეტევებს ირანის სამხრეთ სანაპიროზე. ბაჰრეინის მთავრობა უკვე აცხადებდა კერძო საკუთრებაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმებზე და აღნიშნა, რომ ინარჩუნებს პარტნიორებთან ერთად პასუხისგაცემის უფლებას. სამხედრო ობიექტი არ გამორიცხავს სამოქალაქო პირებისთვის რისკს, როდესაც იარაღი ასაფეთქებელ ნივთიერებებს ფართო ტერიტორიაზე ავრცელებს. კადრები, როგორც ჩანს, აჩვენებს ქობინის გამოყოფას ჯერ კიდევ ცაში. ეს არის კასეტური საბრძოლო მასალისთვის დამახასიათებელი ქცევა, რომელიც დარტყმამდე ათავისუფლებს რამდენიმე ქვესაბრძოლო მასალას. ირანს უკვე გამოუყენებია ასეთი ტიპის საბრძოლო მასალა წინა თავდასხმებში ისრაელზე. როიტერსმა დააფიქსირა, რომ ზოგიერთი ირანული ქობინი ავრცელებს დაახლოებით 200 ქვესაბრძოლო მასალას, რაც ქმნის რამდენიმე დარტყმის წერტილს და ართულებს თავდაცვას. 100-ზე მეტმა ქვეყანამ შეუერთდა კონვენციას, რომელიც გრძალავს ამ იარაღს. თუმცა ირანი, შეერთებული შტატები და ისრაელი ამ შეთანხმების წევრები არ არიან. მიუხედავად ამისა, ჰუმანიტარული სამართალი გრძალავს განურჩეველ თავდასხმებს დასახლებულ ტერიტორიებზე. ქორანჩარის შესაძლო გამოყენება ზრდის შეშფოთებას. მონიტორინგის პუბლიკაციებმა განაცხადეს, რომ ომის ამ ეტაპზე ბაჰრეინზე ყველაზე მასშტაბური შეტევისას 30-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული, მათ შორის ქორანჩარის ფრაგმენტული მუხტით. რაოდენობა და მოდელი ჯერ დამოუკიდებელი წყაროების მიერ დადასტურებული არ არის. თუმცა ეს შეესაბამება რეჟიმის სტრატეგიას. გაუშვას უფრო დიდი ზალპები, აიზულოს მრავალჯერადი გადაჭერა და სცადოს, რომ ნაწილი მუხტისა გაარღვიოს დაცვა. პირველად კი. თეირანი ცდილობს დაასუსტოს დაცვის სისტემები, შეაფეხოს ამერიკული ოპერაციები და შიში დათესოს იმ ქვეყნებში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ჯარები არიან განთავსებული. შეიხისას ბაზა კვლავ შეტევის ეპიცენტრში მოექცა. რევოლუციურმა გვარდიამ განაცხადა, რომ მათ დაარტყეს იარაღის საწყობებს, გემების ნაწილებს და კომპონენტებს. განაცხადა, რომ მათ დაარტყეს იარაღის საწყობებს, გემების ნაწილებს და ავიაციის კომპონენტებს. სხვა განცხადებაში აღნიშნა, რომ სამიზნე დაიღო ვერტმფრენების ობიექტები, P-8 ტიპის თვითმფრინავების ჰანგარი და დრონების სარდლობის ცენტრი. არ ყოფილა დამოუკიდებელი დადასტურება იმ მასშტაბის განადგურების, რაც გამოცხადდა. ბაჰრეინში განთავსებულია მეხუთე ფლოტი, რომელიც აკვირდება ჰორმუზის სრუტეში გადაადგილებას და უზრუნველყოფს ამერიკული საზღვაო ოპერაციების მხარდაჭერას. ამ სტრუქტურაზე თავდასხმა ნიშნავს ვაშინგტონის შესაძლებლობის შესუსტების მცდელობას, რათა დააკვირდეს სრუტეს, გააცილოს გემები და განახორციელოს ბლოკადა ირანის პორტებზე. ქუვეითიც ამავე სერიაში დაიბომბა. რევოლუციური გვარდია.
განაცხადა, რომ მან ცეცხლი წაუკიდა და გაანადგურა KGL-ის ლოგისტიკური ცენტრი მინა აბდულაში ოპერაცია NAS-ROI-ის მეოთხე ტალღის დროს. ვაჭრობის ჩანაწერები აჩვენებს, რომ ჰალიბერტონთან დაკავშირებული ობიექტები მდებარეობს KGL-ის საწყობების ტერიტორიაზე, კომპანიაში, რომელსაც ამერიკელი სამხედროების მომსახურების ისტორია აქვს. ხელმისაწვდომი დადასტურება ნაკლებია, ვიდრე ირანული პროპაგანდა. ქუეითის არმიამ განაცხადა, რომ მისმა თავდაცვამ უპასუხა დრონებს, ხოლო სახელმწიფო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხანძარი კონტროლს ექვემდებარებოდა. Reuters არ დაუდასტურებია რეჟიმის მიერ მტკიცებული სრული განადგურება. იყო თავდასხმა და იყო ცეცხლი, მაგრამ თეირანი ცდილობს თითოეული დარტყმა გაყიდოს, როგორც ამერიკული ლოგისტიკის სრული განადგურება. იორდანიაც თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა. ირანის არმიამ უპილოტო აპარატებით შეტევა იკისრა ამერიკულ პოზიციებზე მუაფაქ სალტის საავიაციო ბაზაზე. აზრაქის რეგიონში. რევოლუციურმა გვარდიამ განაცხადა, რომ სამიზნე დაირჩია ჰანგარები, სადაც შესაძლოა განთავსებული ყოფილიყო გამანადგურებლები და MQ-9 ტიპის უპილოტოები. იორდანიამ დაადასტურა, რომ ამ ახალ ტალღაში ჩამოაგდო 3 ირანული რაკეტა. ტრამპმა რეაგირება მოახდინა სიტუაციურ ოთახში გამართული შეხვედრით. Axios-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი JD Vance, მარკო რუბიო, პიტ ჰაქსეფი, გენერალი დენ კეინი, ჯონ რატკლიფი, სტივ უიტკოფი და უსაფრთხოების გუნდის სხვა წევრები. შეხვედრაზე განიხილეს უფრო ფართომასშტაბიანი თავდასხმები, ვიდრე ჰორმუზის სრუტეზე კონცენტრირებული კამპანია. შეხვედრამდე ტრამპმა Fox News განუცხადა, რომ ირანს კიდევ 3 დღის განმავლობაში ძლიერად დაარტყამდნენ. და რომ მომდევნო კვირაში ენერგეტიკული სადგურები და ხიდები სიაში შევიდოდა, თუ რეჟიმი მოლაპარაკებებზე არ დაბრუნდებოდა. იყავი სულელი, მაგრამ მე გეტყვი კარგილზე. და ასე რომ ჩვენ უკვე თქვენ გამორიცხავთ სახმელეთო კამპანიას შეზღუდული შესაძლებლობებით. არა, ამასაც არ გულისხმობ, მაგრამ არ ვიტყოდი, რომ არ ფიქრობდე, რომ ეს შესაფერისია. ზოგჯერ სახმელეთო შეჭრა საჭიროა, მაგრამ ამას სხვები გააკეთებენ ჩვენთვის. კარგილის კუნძულზე უკვე 3-ჯერ დავარტყით. ყველაფერზე შეტევა უბძანე, ნავთობის გარდა. იმ 25 იარდიან ზონას ხელუხლებლად დატოვეთ. ნავთობს არ შეეხოთ, რომ მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენა არ მოახდინოთ. ეს გლობალური ეკონომიკის ნაწილია, ამიტომ ამას არ ვარტყამთ. როდესმე შეიძლება დავარტყათ, მაგრამ მე ეს ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია. ამისთვის თუ კარგად დავასუსტებთ მათ და საკმაოდ უკან დავიხევთ, მე ამას გავაკეთებდი. ამას ვარაუდობ. თეთრმა სახმა შეხვედრის შინაარსზე კომენტარი არ გააკეთა, მაგრამ მუქარა პრეზიდენტმა საჯაროდ გააჟღერა. ამერიკის ზეწოლას უშუალო მიზეზი აქვს. ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ირანმა ერთ კვირაში 7 სავაჭრო გემზე მიიტანა იერიში, რის შედეგადაც თითქმის 12 ეკიპაჟის წევრი დაიღუპა, გაუჩინარდა ან დაშავდა. მუქარის მიუხედავად, შეერთებულმა შტატებმა 300 გემის სრუტეში გავლა, კოორდინაცია გაუწია, როგორც Axios-ის მიერ ციტირებულმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს. Reuters-მა ასევე დააფიქსირა, რომ 2 ნავთობის ტანკერი ირანული ფრთოსანი რაკეტებით დაიბომბა, რის შედეგადაც ერთი იდოელი ეკიპაჟის წევრი დაიღუპა და სხვები დაშავდნენ. დონალდ ტრამპმაც უარი თქვა, სრულად დაეხურა კარი სახმელეთო კამპანიისთვის, თუმცა მიანიშნა, რომ ოპერაცია შესაძლოა სხვა ძალების მიერ ჩატარდეს. მიმდინარე გზა კვლავაც არის სამხედრო ზეწოლის კომბინაცია, მოლაპარაკებებთან ირანის თავდასხმის შესაძლებლობების შემცირება, სრუტის გახსნილობის შენარჩუნება და თეირანის იძულება მიიღოს შეზღუდვები მის ბირთვულ პროგრამასა და რეგიონულ ქმედებებზე. მოლაპარაკებლებთან მიტანილი გზავნილი იყო, რომ შეთანხმება უნდა მიღწეულიყო მანამდე, სანამ სამიზნეების სია გაიზრდებოდა. მუქარა ელექტროსადგურების და ხიდების წინააღმდეგ სერიოზულ ზვარს ხსნის. ინფრასტრუქტურა, რომელიც პირდაპირ სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება, შეიძლება გახდეს სამიზნე გარკვეულ პირობებში, მაგრამ სამოქალაქო ცხოვრებისთვის აუცილებელი ობიექტები განსაკუთრებულ დაცვას იღებენ. Reuters-მა ეს პრობლემა გამოკვეთა ტრამპის განცხადების გაშუქებისას. პასუხი რეჟიმზე უნდა იყოს მიმართული იმ მექანიზმის წინააღმდეგ, რომელიც ბრძანებებს გასცემს და ამარაგებს თავდასხმებს, ისე რომ არ განმეორდეს ირანული ლოგიკა და არ გავრცელდეს საფრთხეები სამოქალაქო მოსახლეობაზე. ვაშინგტონის ძალა მდგომარეობს სამხედრო შესაძლებლობების განადგურებაში, ნავიგაციის დაცვაში და ბაჰრეინის, ქუეითისა და იორდანიის ახალი განურჩეველი დარტყმების მიღმა შენარჩუნებაში. ბაჰრეინი კვლავ მზად ყოფნაშია, ქუეითი აფასებს ზარალს, მინა აბდულაში და იორდანია აძვიერებს თავის თავდაცვას. თეირანი აგრძელებს ოპერაცია ნასერ მეორეს, მაშინ როცა ამერიკული ბლოკადა გრძელდება. რეჟიმმა სცადა დაემტკიცებინა, რომ ჯერ კიდევ შეუძლია მიაღწიოს შეერთებული შტატების სამხედრო ქსელს.
შედეგად, ტრამპს ყველაზე ძლიერი არგუმენტი მისცა, რომ გააფართოვოს კამპანია იმ ცენტრების წინააღმდეგ, რომლებიც მართავენ და ამარაგებენ ამ თავდასხმებს. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად შეიტანეთ წვლილი იმ ფიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს მოგაწოდოთ სიმართლე და შეგინარჩუნოთ ინფორმირებულობა. თქვენი წვლილი გვეხმარება, რომ საქმიანობა გავაგრძელოთ.